სიკვდილი და მიქელ გაბრიელი ორნი ცხოვრობდნენ ზევით მიწაზე. მიქელ გაბრიელმა სიცოცხლის წასაღებად სიკვდილი ჩამოუშვა დედამიწაზე. სიკვდილი ჩამოვიდა და დაიწყო ფიქრი, როგორი სიცოცხლე წაეღო მისთვის. დადის და ეძებს სოცხალ სიკვდილი, მაგრამ ვერ იგებს ვინ არის ღირსი. ბოლოს შეჩერდა ერთ ქალბატონზე, რომელიც 100 წლის იყო თითქმის. იქნებ ამიხსნა ჩემო სიკვდილო, რისთვის მოხვედი ჩემთან. ნაბრძანები მაქვს ჩემო მოხუცო, შენი წაყვანა გაბრიელთანო. ცოტაც მადროვე ჩემო სიკვდილო, 2 წელში 100-ის გავხდები. შემდეგ კი როცა შენ მოხვალ ზეცაში ჩემით გაყვები. სიკვდილმა ვერ უთხრა, მოხუც უარი, აღარ განაგრძო მან საუბარი. ნაზადაკოცა მოხუც ხელებზე და გააგრძელა ძიების გზანი. სიკვდილი დადის დაყონებული. დაფიქრობს ვის უნდა წართვას სული. ფიქრში გართულმა კაცი დაინახა წლოვანებითა 40 ასული. კაცი გაჩერდა, გაშეშდა, დათუნდა. მის თვალებში კი ცრემლი ათუხდა. ჩემო სიკვდილო, გთხოვ მხოლოდ ერთსა, ნუ დამატოვებინებ ჩემს ამოთხესა. ჯერ ჩემთვის ადრე არ წამიყვანო, გაფიცე მხოლოდ სიცოცხლის ღმერთსა. სიკვდილს ცრემლებით აივსო თვალები, მან არ იცოდა რა მოელოდა. თუმცა არ იყო ის მისი ბრალის ხომ არასდროს ყოფილა მკვდარი. დატოვა კაცი წუთი სოფელში. ძიება განაგრძო ერთ კაკ სოფელში. სადაც მანახა 2 თვის ბავშვი სულ მარტო იყო პატარა სახლში. მიუახლოვდა 2 თვის ბავშვს და თხილად ჩახედა პატარა სულში. თან ეღიმება ტირილიც უნდა, ნეტავრას ფიქრობს ის ახლა გულში. შუბსი აკოცა პატარა არსებას. თხილად გაეცალა და გატრიალდა. აბა რა იქნა ასე უმოწყალულო, თუ უცოდველ არსებას ხომ არ გაწირავდა. სიცოცხლეს ელის მიქელ გაბრიელი, სიკვდილი ადის ხელცარიელი. გაბრიელს თვალებში აენთო ლეთი, რომ დაინახა სიკვდილი ერთი. სად არის ჩემი კუთვნილი სიცოცხლე, მინდა რომ შენგან სიმართლე ვიცოდე. სიკვდილს არ უთქვამს მისთვის ტყვილი, მან ამჯობინა მწარე სიმართლე. ის მოუთხრობდა ყველაფერს ნათლად, რაც მთავარია ამბობდა მართალს. როდესაც სიკვდილი იწყებდა საუბარს და როცა გაბრიელი ისმენდა ნაუბარს, ნენელა ლურჯიცა თითქოს შავდებოდა. ნენელა გაბრიელი თითქოს ალდებოდა. დაი ამოფრქვა მან სიტყვის კონა. ასე გაიგე შენ ჩემი თხოვნა. ასე ისმენდი შენ ჩემს დარიგებას, დღეიდან გახდები სიბრმავის მონა. და გაუყარა მხურვალე შანთი, საცოდავს სიკვდილს ორივე თვალში. მას შემდეგ დადის სიკვდილი ჩვენთან, დაბრმავებული, ვერაფერს ხედავს. ხან ქალი მიყავს, ხან მამაკაცი, ხან პატარა შვილს ართმევს დედას. ის აღარ ისმენს არავის თხოვნას, არავის ვრჩელ მის გვერდით ყოფნას. მაგრამ სადგინდა რომ დაემალო, ოდესმე სიკვდილი ჩვენთანაც მოვა.